ოცნების პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლითაც გამონაკლისების გარდა საჯარო სამსახურში დასაქმებულებისათვის ერთზე მეტ ანაზღაურება თანამდებობაზე დასაქმება დაუშვებელი ხდება. შესაბამისი ცნობები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შევიდა. კობახიძის თქმით, მიზანი ხარჯების ოპტიმიზაცია. რა მიზნებსა და რისკებს მოიცავს მორიგი კანონი, ამ თემაზე სასაუბროდ იურისტი ნიკა სიმონიშვილი გვერდდება სტუდიაში. დილამშვიდობის ანიკა, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში მოდი ავხსნათ, რა არის ოფიციალური მიზეზი და მიზანი ამ კანონის მიღების, რით ასაბუთებს ხელისუფლება ამ ყველაფერს. დილამშვიდობის, მოგესალმებით და მაყურებელს მივესალმები. ოფიციალური მიზეზი, რაც მე ვფიქრობ, რომ რეალურისგან განსხვავდება, არის ის, რომ თითქოს უფრო მეტად ხარჯეფექტიანი უნდა იყოს საჯარო სამსახურში დასაქმების პოლიტიკა, ანუ ერთი და იგივე პირი ორ საჯარო სამსახურში არ უნდა იყოს დასაქმებული. ეს არის ოფიციალური მიზეზი, თუმცა რეალურად თუ ჩვენ კანონის სიღრმეებში ჩავალთ, ამ მიზეზს, რა თქმა უნდა, ასეთ ახსნას ვერ მოვუძებნით. ამით უმეტეს, როდესაც ეს კანონი მეტად სცილდება იმას, ვიდრე მხოლოდ საჯარო სამსახურში ან ორ საჯარო სამსახურში დასაქმება. რა არის მთავარი რისკები, რასაც თქვენ ხედავთ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ? მოდი დავიწყოთ იმით, საერთოდ რას ითვალისწინებს ეს კანონი, ძალიან ისეთ მოკლედ დავხსნათ და მე უკვე რისკებსაც აუცილებლად შევეხოთ. ანუ პრინციპში ეს კანონი ითვალისწინებს რას? ითვალისწინებს იმას, რომ პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის პრინციპში აქამდეც იყო ასე და ამის შემდეგაც ასე იქნება, რომ მხოლოდ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობა იქნება დასაშვები. ოღონდ აქ ჩვენ აქ უკვე შემოდის თანხმობის ელემენტი, ანუ საჯარო დაწესებულებამ თანხმობა უნდა გასცეს, რომ მაგალითად რომელიმე საჯარო მოხელე მაგალითად უნივერსიტეტში ასწავლოს და ეს არაფერი შემხებლობა არ აქვს საერთოდ ხარჯეფექტიანობასთან საჯარო სამსახურში დასაქმების, მაგრამ აქ უკვე შემოდის მეორე მომენტი, რომ საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს ეზღუდებათ არა მხოლოდ მეორე საჯარო დაწესებულებაში თანამდებობის დაკავება გარდა გარკვეული გამონაკლისებისა, არამედ კერძო სექტორში დასაქმებასთან დაკავშირებითაც უნდა გაიცეს თანხმობა, ხო? ანუ თვითონ საჯარო დაწესებულების მხრიდან. ამიტომ შესაძლებელია თუ ჩვენ მხოლოდ აი ამ ნაწილს შევხედავთ, რომ ორ საჯარო დაწესებულებაში დასაქმების შეზღუდვა ხდება, ეს ასე არ არის თულად, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრ გამონაკლისს ითვალისწინებს თვითონ კანონმდებლობა და აქ როდის რა დაემატება და როდის რა ამოაკლდება ამ გამონაკლისებში, ეს კიდევ ცალკე საკითხი არის, რაც მთავრობის დადგენილებით უნდა მოწესრიგდეს და არის მოწესრიგებული, მაგრამ მეორე ნაწილი არის, რომ ეს ეხება უკვე საჯარო სექტორში დასაქმებული პირის კერძო სექტორში და პარალელურად დასაქმებასაც, რაც რა თქმა უნდა ხარჯეფექტიანობასთან საჯარო სამსახურში მუშაობის არავითარი შემხებლობა არ აქვს. როგორ ფიქრობთ, რატომ მოიფიქრეს ამ კანონის მიღება, რასთან არის რეალურად კავშირში? ხო, ანუ აი ჩვენ თუ გავყვებით იმ არგუმენტებს, შეიძლება ერთი მხრივ ვთქვათ, რომ თითქოს აი ხარჯეფექტიანობასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენ აუცილებლად უნდა დავინახოთ ამ კანონის მიღების ისტორიული მხარე, ხო? ანუ ბოლო თვეების განმავლობაში, ან მანამდე თვეების განმავლობაში განხორციელებული საჯარო სამსახურის კანონმდებლობაში შესული ცვლილებები, რაც პრინციპში პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა და პირდაპირ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არის მთელი რიგი განხორციელებული ცვლილებები ბოლო თვეების განმავლობაში და ეს პრინციპში უკავშირდებოდა საჯარო მოხელეების მხრიდან აქტიურად პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირებას. ახლა უკვე პირდაპირ აღარ ამბობს ამას ქართული ოცნება, რომ ეს პოლიტიკური მიზნის და პოლიტიკური მორჩილებისთვის არის ეს კანონპროექტი, უკვე კანონი და საკანონმდებლო ცვლილება მიღებული, მაგრამ მთლიანობაში ებმის სწორედაც იმ ცვლილებებს, ანუ პრინციპში მათ ეს ცვლილებები უკვე აპრილში ჰქონდათ შეტანილი, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, მაგრამ კიდევ დამატებითი ცვლილებები, რაც უფრო კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით უფრო მეტ ეფექტიანობას მოუტანდათ, ეს უკვე ივნისში დაამატეს, ამიტომ ეს არის გაგრძელება პრინციპში იმ ცვლილებების, რაც აი სამდღიანი კანონების, ასე ვეძახიმათ, იმ სამდღიანი კანონების, რომელიც პრინციპში პოლიტიკური მორჩილებისთვის იყო საჯარო სამსახურში შემოტანილი. პოლიტიკურ მორჩილება ასე ეს არის. ამით იღებს კი, ანუ რადგანაც ეს არის იმ კანონების გაგრძელება ბოლოს შესული ცვლილებების, ეს არის მორჩილება და ლოიალობა საჯარო სამსახურში, იმიტომ რომ ამას მართლაც სხვა ახსნა არ გააჩნია. რისკები, რა თქმა უნდა, არის ის ამ შემთხვევაში, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული პროფესიონალი ადამიანები, ვინც მართლა პროფესიონალიზმის ნიშნით არიან იქ დასაქმებულები, უბრალოდ კონკურენციიდან ძალიან მარტივი კონკურენციის მიზეზის გამო, რადგან საჯარო დაწესებულებებში არ არის ხელფასები ძალიან მაღალი, ხო? და რამდენიმე დასაქმების ადგილს ირჩევდნენ ხოლმე ეს ადამიანები, უბრალოდ დატოვებენ პროფესიონალი ადამიანები დატოვებენ და გადაინაცვლებენ კერძო სექტორში, ანუ სახელმწიფო როგორც
კონკრეტული სერვისის მიმწოდებელი ეფექტიანად და ხარისხიანად ვეღარ მიაწვდის სერვისს, ანუ აი მაყურებლისთვის ძალიან მარტივად გასაგები რომ იყოს, რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებისგან ჩვენ თუ რაღაც გარკვეული სერვისის მიღება დაგვჭირდება, მომსახურების მიღება დაგვჭირდება, იქ უბრალოდ ადამიანები აღარ დაგვხვდებიან, რომლებიც პროფესიონალურად გადაწყვეტენ აი ამ საკითხებს. საკონსტიტუციაში წარდგენის საფუძვლებს რამდენად ხედავს და თუ კი ასეთი იქნება, რა იქნება თქვენი არგუმენტები ამ შემთხვევაში? რამდენად შეიძლება ეს ჩათვალოთ, როგორც შრომის ბაზრის თავისუფლებაზე წვდომის შეზღუდვა და არაკონსტიტუციური, რაზეც რამდენიმე წუთის წინ საუბრობდით. რატომ არის, ანუ მთელი ამ ყველაფრის არაკონსტიტუციურობის არსი მდგომარეობს რაში? საჯარო დაწესებულებას აქვს ძალიან ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, ჩვენ საუბრობდით, რომ მაგალითად პროფესიულ საჯარო მოხელეებზე თანხმობით არის შესაძლებელი, რომ მაგალითად საგანმანათლებლო საქმიანობა პარალელურად განახორციელონ, მაგრამ იქ სადაც არის გამონაკლისი დაშვებული ასევე, რომ დასაქმდეს თუ არ დასაქმდეს მაგალითად დამატებით, ხო? ანუ აი მაგალითად ავიღოთ ექიმი, რომ ექიმი იყოს მაგალითად დასაქმებული რომელიმე მუნიციპალიტეტში, ამბულატორიაშიც და მაგალითად რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აქ ერთია რომ მთავრობის დადგენილება უშვებს ამ გამონაკლისს, მაგრამ გამონაკლისთან ერთად აქვე აუცილებელი არის საჯარო დაწესებულების თანხმობა, სადაც მათ ფართო დისკრეციული უფლებამოსილება გააჩნიათ. ანუ შეიძლება მაგალითად საჯარო დაწესებულებამ პირობითად თქვენ შემთხვევაში გასცეს თანხმობა დასაქმებაზე, ჩემ შემთხვევაში კი არ გასცეს. ეს არის ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, რომელიც პრინციპში კონკრეტულად საჯარო მოხელესთან ერთ კონკრეტულ საჯარო მოხელესთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უშვებს და კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება იყოს ან არ იყოს თანხმობა გაცემული და ესეც სწორედაც პოლიტიკური ლოიალობის მიხედვით გადაწყდეს. მადლობა ნიკა, თქვენი დროისთვის. ნიკა სიმონიშვილი, იურისტი, საიას ყოფილი თავმჯდომარე პასუხობდა საქმიანი დილის კითხვებზე.